ეს მოტოსფეროა, მოგესალმებით. როგორც ხედავთ, გიბრუნდებით ჩვენი რიგით მეოთხე პოდკასტიდან. დღეს ჩვენი სტუმარი არის გიორგი ოთიაშვილი, ჰასკი მოტოპარკისა და ენდურო კლუბ ჯორჯიას დამფუძნებელი. სალამი გიო, როგორ ხარ? გამარჯობა, კარგად თავად. ნელა, თავარია როგორ გრძნობ თავს. ჩვენივრად. იმიტომ რომ ჩვენ ძალიან ისეთ თემებზე მოგვიწევს ლაპარაკი, რაც ცოტა აბაჟიტირებს ხო და ჩვენი საყვარელ თემებზე. ზადვართ მაგისტვის ესე. კი ბატონო. არ დაგვაუწყდეს რომ იმყოფებით პოდკასტ არიაში და ძალიან დიდი მადლობა მათ რომ აი ესეთ სინჯების კეთების უფლება სტუდიაში გვაძლევენ რომ მოტოციკლეტები შემოვიყვანოთ და აქ დავუყენოთ ხოლმე. ასევე მინდა თავიდანვე ვთქვა, იმიტომ რომ ჩვენი პოდკასტები იმდენად საინტერესოდ მიდის ხოლმე რომ ყოველთვის მოვიწყდება ჩვენი სპონსორების ხსენება და მე ესე ყურს მიწევენ ხოლმე. ჩვენი სპონსორია ავტოიმპორტიორი კომპანია Speedy Logistics-ი და სხვათა შორის შეგახსენებთ რომ Speedy-ს აქვს ძალიან მაგარი შეთავაზება მოტოციკლეტებზე და შეეხმიანეთ აუცილებლად და ნახეთ თუ რაც გთავაზობენ ისინი და ასევე ავტონაწილების პირველი ონლაინ მაღაზია GoParts.g. გავაგრძელოთ ახლა ყველაფერი და შეგვიძლია სულ აღარც გავჩერდეთ. რა მაინტერესებს ხა პირველი შეკითხვა რა მე რაც მაქვს აი რა აყენია აქ საერთოდ ეს რა არის რა კლასია ვინ არის ეს არის KTM 300 EX-ი ენდუროში არის საუკეთესო ყველაზე ესეთი ტექნიკური და hard endurosთვის საუკეთესო მოტოციკლი არის ამ მოტოციკლით დადის მანი ლეტენბიხლერი ანუ რომელიც არის უკვე მე-3 წელია მსოფლიო ჩემპიონი ხდება hard endurოში არის ორტაქტიანი და არის ძალიან მაგარი კომპლექტაცია. მეტი რო არის, არაფერი არ სჭირდება, ყიდულობ, ჩდები და დადიხარ. და თავგადასავლებში გინდა შეჯიბრზე გინდა. ანუ KTM-ის სლოგანი არის ზოგადად ready to race. ანუ რაც ნიშნავს, რომ რბოლისთვის მზად არის უკვე. ხა მაგალითად მანქანას რო ყიდულობ და რაღაც დრიფტი გინა, რაღაც გინა, ანუ არც ერთი მანქანა მზად არ არის ესე ready to race და KTM-ის და მისი შვილობილი კომპანიების მოტოციკლები ენდურო განსაკუთრებით მაქსიმალურად ახლოს არის მოკლედ ამ რეისინგ ბაიკებთან. ანუ შეიძლება პირდაპირ მიხვიდე მაღაზიაში გამოიყონა და ეგრევე კარგად წახვიდე. ნებისმიერ აი მაგალითად ჩვენ დავდივართ ხოლმე Red Bull Romania-ს ეს Red Bull Sea to Sky-ზე თურქეთში Erzberg Rodeo-ზე ვართ ნამყოფები ისრაელში იყო -400 ესეთი რბოლა და ყველაში აჩვეულებრივ უბრალოდ რაღაც მინიმალურ რაღაცებს ასე ვთქვათ ვანავრად ეკებთ ხოლმე და ჟდები მიდიხარ უკვე შეჯიბრზე იღებ მონაწილეობას. ხო, აი ზუსტად სოფლიო დონის შეჯიბრზე. ეგ მომწონს თქვენთანაც რა იქ ჰასკიში როგორც გქონთ რა იქ მაღაზია, გამოხვალ მაღაზიიდან და მაშინვე შეგიძლია რომ всё უკვე ყველაფერი აკეთო იქვე რა. როგორ დაიწყეთ საერთოდ აი ეს თემები, იმიტომ რომ ჰასკი ჩემთვის პირადად რა, როცა რაღაც აზრზე მოვედი და მოტოციკლეტები შევამჩნიე. ჰასკიც ხო, არსებობდა უკვე და ძალიან დიდ ინტერესს იწვევდა ყოველთვის რა. როგორ დავიწყეთ და ჩვეულებრივ, რა ვიცი, მე პირადად ველოსიპედით დავიწყე, რა თამიყვარდა და ნუ ესე დავდიოდი აქეთ-იქით, მე ერთხელ დამიღამდა და ნუ იქ მივხვდი, რომ ცოტა სწრაფი ტრანსპორტი მინდოდა. და მაშინვე ვიყიდე, რავი, რაც იყო ჩვენთან ეგრევე ვიყიდე, წავედი, გავიცანი მაშინდელი, რავი, მაქსიმუმ ალბათ 10 კაცი დავდიოდით. რომელი წელია ეს? ზუსტად არ მახსოვს, ალბათ 2011-12 სავარაუდოდ 12-13 წლის წინ რა. და ნუ რამოდენიმე ასე მეგობარი ვიკრიბებოდით ხოლმე ლისის ტბაზე და ლისის ტბიდან ერთი მარშრუტი იყო იქ დიდგორი უკან. არა ნუ ასე ვკატავებდით, თუმცა პრობლემა ის იყო, რომ არაფერი ნაწილი, არაფერი სერვისი, რა მაშინ Yamaha-ები ყავდა მე მგონი ყველას, უქსრავი Kawasaki, იაპონური მოტო, იდეაში ენდუროში დიდად არ გამოირჩევა. გსმენი თავისი კლასით და იმის თუ KTM-თან შედარებით, KTM Husqvarna-სთან, GAZ-გასთან შედარებით ვერ მივა რა. შესაბამისად რა ნუ რაც შეგვეძლო დავდიოდით ამ მოტოებით რა. და შემდეგ უკვე პრობლემა ის იყო, რომ ნუ კამერებზე ვიყავით, მუსი არ ვიცოდით რა იყო, კაისაბურავი არ ვიცოდით რა იყო და კამერა რო გისკდებოდა, რა ჩერდებოდი და რავი ველოდებოდით, მაგრამ გამოგეწერა, ან საბურავი რო გაგიცვდებოდა, არ იყიდებოდა ჩვენთან და ვიწერდით ყველაფერს რა. ხან USA to Georgia ხო ყელში. და ნუ მე უკვე ცოტა სერიოზულად შევხედეთ და რაღაც ვარიანტი გაჩნდა, რომ ჩემ მეგობარი ელაპარაკებოდა
Husqvarna-ს რომ მოდი გავაკეთოთ რაღაც დისტრიბუცია ამის KTM კი იყო, თუმცა რუსთავში იყო და დიდად ეხა სპორტის ყურადღებით არ გამოირჩეოდა, უფრო ტურებით და თავის ბიზნესით იყო დაკავებული. KTM-ს არ უყვარს ეგეთი რა, თუ სპორტს არ მიხედე, ისე არ უყვარს სხვანაირი დილერები და დისტრიბუტორები. იმიტომ რომ თვითონაც ძალიან ბევრ ფულს ხარჯავს ამ სპორტის განვითარებაში. ამ დისციპლინა რამოდენიმე არის, რომელსაც ძალიან დიდ ყურადღებას აქცევს. თავარი არის ენდურო, არის სუპერ ენდურო, ტრეკზე რო დადიან, სუპერკროსივით, თქო, ენდუროს ელემენტებით. არის ენდურო GP და, რა თქმა უნდა, ჩვეულებრივ MotoGP-შიც ასპარეზობენ, მაგრამ უფრო ძირითადი მიმართულება აქვს ენდურო. სხვათა შორის მე ძალიან გამიკვირდა პირველად რომ გავიგე MotoGP-ში KTM-ი რა. სხვათა შორის ეხა ძალიან მაგარი ბაიკები თუ ძალიან მაგარი მოტოები ყავთ, კი. შარშან წინ ვიყავი ჩასული მაგათთან ეს KTM შოურუმი კი არა და რა ქვია, მუზეუმი აქვს რა და თავის ეს ტაიტლები რა აქვს მოგებული რაღაცა და იგვეუნებოდნენ რომ ეს MotoGP-ს მოტო სადაც აწყობენ, იქ შეგვიყვანეს და რაღაც რამოდენიმე დღის წინ რომ სოფლიო რეკორდი მოგხსენით ამ MotoGP-ზე, რაღაცა ყველაზე მაღალი ის დაუფიქსირებია KTM-ის მოტოს რა. ხო, რაღაც ინოვაციებიც შემხვდა მე რომ შემოიტანეს იქ უკან სპოილერებში და რაღაცა ძალიან ერთი ამბები იყო რა მაგერებს. მე ძალიან ესე დეტალურად ვერ მივზდე, უფრო ჩემი მიმართულება ეს off-road-ია, თუმცა საკმაოდ ისეთი მაგარი მოტოები ყავთ MotoGP-შიც და ძვირიანი. რო ვკითხეთ რა ღირს თვითო მოტო და 350.000 და ზევით. MotoGP-ის მოტო. მოტოციკლეტებში Lamborghini და ის ფასით თუ ძალიან სიგიჟე ფასები აქვს MotoGP-ის. ხო, იმიტომ რომ ჩემთვისაც ყოველთვის ასოცირდებოდა KTM-ი უგზოობასთან რა და პირველი ეგ შოკი მქონდა. სხვათა შორის KTM-ს ყავს სპორტული ესეც მანქანაც, X-Bow ქვია, არ ვიცი გინახია თუ არა. აი ეს რასაც გეუბნები შარშანწინ დისტრიბუტორების მიტინგზე რო ვიყავით ჩასული, იქ ყავდათ რა და ქონდა შესაძლებლობა რომ გაგეტესტა და ძალიან ისეთი ტიპი არის, ძალიან მსუბუქი, მაგრად დადის კი. არ დაიჩიუდა რა. აქ ჩვენ გზებზე, ხო, აზრია. მოკლედ რომ დაუბრუნდეთ ჩვენ თემას, აი რაღაც მაქედან გაჩნდა იდეა რომ ეს ჰასკი გავეკეთებინა და თან რომ დავიწყეთ ამ ჰასკის კეთება, მე იმავე წელს გვეგონა რომ ტარება ვიცოდით და იმავე წელს წავედით პირველად ეს Red Bull Sea to Sky-ზე რა თურქეთში შეჯიბრი იყო და მე წავედი და კიდე ჩვენი მექანიკოსი ვინც არის ახლა ორნი ვიყავით როგორც მახსოვს პირველ წელს მაშინ ჩვენ როცა წავედით და ყველა ფეილში მე ვიყავი მოკლედ რა აი აბსოლუტურად ყველა ფეილში ტრეკზე ტრეკ გარეთ და აი სადმე თუ მოტო დაფრინავ და მინოს ხდებოდა ჩემი მოტო იყო და მე რო ჩამოვედი მე მივხვდი რომ ცოტა რაღაცა ტრეკზე ვარჯიში აუცილებელი იყო და რავი მორი უნდა ქონოდა, ქვა უნდა ქონოდა, რაღაცა ისეთი შეკრული ის რომ სისტემატურად გევარჯიშა რა, იმიტომ რომ ძალიან დიდ შრომას და ენერგიას მოითხოვს ზოგადად ეს სპორტი რა, ენდურანსიდან მოდის და გამძლეობას ნიშნავს იდეაში. და იქიდან მე გაჩნდა უკვე ჰასკის ამ ტრეკების მოწყობის იდეა. ხო, დაახლოებით ერთდროულად მოხდა ისე რომ აი ძალიან ისეთი ინტერესი რო გაჩნდა ეს ჰასკი დავიწყეთ იმავე დროს დაემთხვა რომ ეს შეჯიბრზე წავედით და მე დავიწყეთ უკვე მანამდეც ვაკეთებდით Enduro Club Georgia პატარ-პატარა შეჯიბრებს თუმცა მე დავიწყეთ უფრო აი მსოფლიოში როგორც აკეთებენ ეს WEC იყო ასეთი World Enduro Super Series მე ეს WEC FIMA შეიდგა ოფიციალურად და FIMA-ის ქვეშ გადის როგორც მსოფლიო ჩემპიონატი ენდუროში და უფრო დავიწყეთ იქაური სტილით, აი ეს რომანიაქსის სტილით, Red Bull Sea to Sky სტილით და ანუ სოფლიო დონის და ფორმატის მიხედვით ჩატარება შეჯურეთ. მანამდე უფრო ჩვენი თვიგონებდით და არ ვიცოდით იქ რა ხდებოდა რეალურად რა. ხო, რაღაც ერთხელს გავაკეთებდით და აბა აქედან იქამდე ვინ მივა ყველას ხარა რა. ეგეთ რაღაცებს ვაწყობდით ხოლმე, მაგრამ ეგ ცოტა უფრო ეს არის რა, გართობა არის ვიდრე სერიოზული შეჯიბრი, სადაც მაგალითად ბავშვებსაც დააწყებინებ და მე პროფესიონალური სპორტსმენი გაიზრდება. კი, თქვენთან სხვათა შორის ძალიან აქტიურად ხედავ ხოლმე ამ ბავშვების აღზრდას ამ სპორტში და ძალიან ბევრს ხა ყველა მამას უნდა რომ შვილთან რაღაც საერთო ინტერესი ქონდეს და მოტოზე დაждდეს და იკატავოს მასთან ერთად და ეს ენდუროც ერთ-ერთი საუკეთესო არის, იმიტომ რომ
ანუ ხა ასფალტზე არ გიწევს ქალაქში სიარული და ტყეში გადიხარ როგორც პიკნიკზე ეს რაღაც უბრალოდ სათამაშოები იცვლება რა აქ რაღაც სხვა ორტაქტიანი სათამაშოები და იქ ელექტრო ჩვეულებრივ შეცვლა აი სხვათა შორის ძალიან ბევრს აინტერესებს ხოლმე და ჩემც უკითხავ და შენ ხა უკეთესად აგვიხსნა ორტაქტიანს და ოთხტაქტიანს შორის რა სხვაობა და რომელი ჯობია ორტაქტიანი და ოთხტაქტიანი მოტო რადიკალურად სხვადასხვა მოტოებია. ანუ გეომეტრია ჩათვალე იგივე არის, უბრალოდ ძრავში არის სხვაობა. ამორტიზატორები და ფრეიმი თვითონ რაც არის აბსოლუტურად იდენტურია. უბრალოდ ძრავი არის რადიკალურად განსხვავებული. მაგალითად ახლა თუ გინდა რომ არატექნიკურ ენდუროში იარო და თქვა უფრო მეტი სიჩქარე კონდეს, თქვა სტაბილურობა კონდეს, ანუ ოთხტაქტიანი ძრავი როგორც წესი უფრო სტაბილური არის. ეხლა კიდე დაიხვეწა ორტაქტიანები, კარბურატორი როცა არ არის, თქვა კარბურატორი როცა იყო, მაშინ LT-ს ანუ მაღლა ახვიდოდი, სხვანაირად დადიოდა გადაყენება უნდა და კარბურატორს მოიღრუბლებოდა, სხვანაირად დადიოდა. სერიოზულად, ანუ რომ მოიღრუბლებოდა, წნევა შეიცვლებოდა, შეიძლება ეს ჯიკლიორებს რო ეძახიან, ეგ შესაძლებელი გამხდარიყო. ეხლა კიდე დაიხვეწა სპრისკზე არის და იმდენის არ ჭირდება თვითონ აკეთებს ამის ნასტროიკას, ასე ვთქვათ რა. თუმცა მაინც ახლა თუ დიდად ტექნიკურ და ძალიან hard enduro-ში სიარულს არ აპირებ, ოთხტაქტიანი ჯობია, იმიტომ რომ უფრო როგორ ვთქვათ, მარტივი მოსავლელია, ვთქვათ, რეზონატორი არ აქვს, სერვისი ნაკლები ჭირდება და უფრო სტაბილური მოტო არის. თუმცა როცა უკვე ისეთ ადგილას გიწევს ტარება, სადაც აი სუიძახი ხოლმე, რომ სადაც აი 15 კმ/სთ სიჩქარეზე ნაკლებით რომ დადიხარ ქვაზე, უნდა შეცვალო მიმართულება, სადაც მოტო არ ეტევა და თქვა ცხვირი გადაუგდო, გადმოუგდო, რაღაც აი ვილი აკეთო, იქ ორტაქტიანი ბევრად მარტივია. სიმძიმის ცენტრი ცოტა დაბლა აქვს და აი სუბუქად დაყვება რა, არ გღლის ისე როგორც ახლა ოთხტაქტიანი. ხო, ანუ უფრო რაღაც დაბრკოლებებით სავსე ადგილას ორტაქტიანი ბევრად უკეთესია. ორტაქტიანი აი მაგალითად ხეობებში, მდინარის ხეობებში რაღაც აი ტექნიკურ სასეარო, სადაც აი საფეხურები, სადაც არის კლდის ან ბუნებრივი რაღაც ესეთი ისინი, ორტაქტიანი უფრო კარგი ეს არის რა, მარტივად მოყვება და მეტი შესაძლებლობა აქვს. თუმცა ორტაქტიანის ტარებას უფრო მეტი ოსტატობა ჭირდება რა, კონუსის ხმარებას და სად როდის როგორი ძალა გაქვს, უფრო მეტი შეგრძნებები ჭირდება ვიდრე ოთხტაქტიანს. ხო, მაგრამ აი მოტოციკლეტს ზუსტად ეგა არა, აი რაღაცნაირად რომ აი ეს რო შეისის ხორცე. ანუ აი ორტაქტიანს თუ სწავლობ, უკვე ჩათვალე რომ ოთხტაქტიანი ძალიან მარტივი არის. ჩუსტივით გექნება, თუმცა აი სადაც მეტი ტექნიკა გჭირდება, იქ ცოტა უფრო დაგღლის ის. თუნდაც აი ამას ძრავში კომპრესია არ აქვს მაგალითად და გას რო აძლევ და თქვა აი ცეპლენის გარშე გას შეუშვი, ხო? მაინც მიგორავს თავისით რა, აი ოთხტაქტიანი ცოტა გატორმოზებს და ეხა ფეხზე რო დგახარ და სულ შენ ხელებზე და ფეხებზე მოდის შენი ტანის დატვირთვა, ცოტა მეტი ის გიწევს რა. მეტი ენერგიის დახარჯვა ვიდრე ორტაქტიანზე მაგალითად. ой, ისეთ საინტერესო რაღაცა რა, აი თვითონ ეს სტილი, ხო საერთოდ ცალკე დგას, ეხა აი კრუიზერი, სტრიტი, სპორტი, მაინც რაღაცნაირად თითქოს ერთ იმაში ხდება რა, კატეგორიაში რაღაცნაირად ხა ხალხი რო უყურებს, ისეთი დილეტანტი ადამიანი, ვინც ღრმად არ არის გარკვეული მოტოციკლები, მაინც ერთნაირად აღიქოს ხოლმე რა, აი ვერ ვარჩევ სპორტს და სტრიტს და რაღაც არ ვიცი. ხო, ნუ on road-ია. აქეთ ხო, რა, ამას რო შეხედავ, всё, და ეს სხვა ტიპია არის რა. ტიპია, ვისაც აი შინაგანი რაღაც ველური სამყარო აქვს რა, აი ტყეში და ღრეში რომ უნდა ეგდოს და კლდეებზე რომ უნდა იაროს, აი ეგეთი ის შეგიძლია სულ ამშრალდა, ეს უჭუჭყიანი უნდა იყოს. ხო, აი ეგა ზუსტად უხდება. თან ამას მაგრად უხდება ჭუჭყი რა და სხვათა შორის გამოფენებზე რომ უყავთ ხოლმე ან ენდურო ან რალის მოტოები, სპეციალურად რაღაც ესეთი ეიკმაზე მაქვს ნანახი სხვათა შორის გამოფენილი, აი სულ ტალახებში და რაღაც იყო და პირველი რეაქცია ეხა იმქონდა რა მე გაერეცხათ მაგრამ მე რო დავფიქრდი რა ანუ რატომ არ უნდა გარეცხო რა თან იქ ფონები ქონდა შექმნილი მე რაღაც ძალიან იქაურობა კიდე ცალკე ისა რა ქვია სამყარო არის იქ რო დავბუჟიალობ ხოლმე საერთოდ ვიკარგები რა რატომ აინდა მაინც ეს სტილი მე რატომ დავდივარ ამ სტილით არ ვიცი ალბათ უფრო იმიტომ რომ ბუნებაში სიარული მიყვარს და ეს დათვალიერება რაღაც ახალი ადგილების აღმოჩენა და
ანუ სტრიტითაც დავდივარ იდეაში, მაგრამ სტრიტს უყურებ უფრო ტრანსპორტად, ვიდრე სპორტად და ეს ჩემთვის სპორტიც არის, ჰობიც არის და განტვირთვაც არის რა, უფრო მეტად, ხო. ხო, იმიტომ რომ თქვენ სიმშვიდე სიწყარე ბუნება, სილამაზე, რა ვიცი. გასულებსაც აკეთებთ ხოლმე სხვადასხვა რეგიონებში და ესეც ძალიან მაგარია, იმიტომ რომ აი გარეთ ვისაუბრეთ ჩვენ და გითხარი რომ პირველი ის ემოციები ზუსტად რომ აი ყაზბეგში რო ისვენები და გამოიარეთ და იქ დავინახე, всё, იქ აინთო რა. თან ბევრი ერთად რომ მოდის ხო, და აი ხმა რომ მოდის და მტვერი რომ მიაქვს. თანიქჩანო მე პატარა ვიყავი მაშინ და შენ თანატოლს და შენზე პატარას რო ხედავ რომ უკვე რაღაც აი ამ თემებში არის, კიდე უფრო გიმძაფრებს ამ გზნობას და უფრო დიდ мотиваციას გაძლევს რა და ამ ყველაფრის გამო მინდა მადლობა გადაგიხადოთ თქვენ. იმიტომ რომ ჩემს იმედია მალე შემოგვიერთდები. ბევრია რა. ეგრე. იმედს დიდი იმედი მაქვს, აუცილებლად ვცდიდი და რაღაცებს აქ ქალაქში სპორტის სტრიტი იქით. ხო, ქალაქში იდეაში როცა ენდუროს ატარებ, ქალაქშიც უფრო რაღაცა მსგავსი მოტო გინდა ხოლმე, ხა მე მაგალითად სუპერმოტოს მართავ და სხვა მოტოზე რო ვждები ქალაქში აღარ მომწონს. რა ხა სპორტ ბაიქს თავის დანიშნულება აქვს, ალბათ ტრეკზე უნდა დააყენო და იქ ავდეს, ქალაქში არ უნდა იარო. წესით. თუმცა ზოგი მაინც დადის. ყველას თავისი ის აქვს რა. ხო და აი ჩემთვის ქალაქისთვის სუპერმოტო არის ნომერ პირველი, იმიტომ რომ ძალიან ახლოს არის ამის ტარების სტილთან და ძალიან მანევრირებადია. თან სუბუქია ბევრად ვიდრე ხო, უბრალოდ ყველაზე დიდი პრობლემა რაც არის ხოლმე რაც წოგრებს სიმაღლე რა, იმიტომ რომ სუპერმოტო კიდე შედარებით სუპერმოტო დაბალია, იმიტომ რომ ეხა ამას ყველა ენდუროს როგორც წესი 18-21 დისკები აქვს და სუპერმოტოს 17-იანი დისკები აქვს, რაც უკვე სერიოზულ სხვაობას გაძლევს სიმაღლეში. ხო, არა, ეს იმ სიმაღლეა რომ მეც რა 1.82 ვარ და ხანდახან მიჭირს ხოლმე რა, ესე რომ ფოტოს გამოროდაოთ. ეხლა ეს რაც არის ხო ეს ახალი მოტოა და ანუ მე მაინც ჯდება ამორიზატორიც და მუსებს ვაყენებთ ხოლმე, კამერაზე არის და უფრო იწევს სიმაღლე რა, შედარებით ქვემოთ. ასე რომ თვალ მასიც არ არის და თან ენდუროში არ არის აუცილებელი ორივე ფეხი გედგას. თავარი ერთ ფეხს დგავდე და ეგეც მნიშვნელოვანია ჩვენც რო ვასწავლეთ ხოლმე პირველი მაგას ვეუბნებით რომ დაღმართის მხარეს ფეხი არ ჩადგა ფუტბეგიდან. რომ ადრე თუ გიან სადღაც ვერ მიწვდები, არ არის ასფალტივით სწორი ხო ზედაპირი შესაბამისად ცალფეხს თითქმის ყველგან მიაწვენ. ასე რომ თლად ისეთიც არ არის როგორც ჩანს. ხო, აი ესეთი ნიუანსი. თან მეორე საფრთხილიც არ არის. ხო, არა, აღმართზე უკვე სხვანაირად არის კი. ანუ ყველა ვარიანტში თუ სწორმასწორვა რომელიღაც ხარეს ხო აღმართი გაგ და იმ ხარეს ფეხს უფრო მარტივად აწვენ ვიდრე სწორზე. შემოწებ ფეხს. კი ბატონო. ხო, აი ესეთი დეტალები და ნიუანსები ძალიან ბევრი აქვს. ამ მოტოს და ამ სპორტს ზოგადად რა, რაც განსხვავდება ძალიან ქალაქის მოტოებისგან და სპორტ ბაიკებისგან რა. და ნუ ამ ყველაფერს ჰასკი მოტოპარკში რა თქმა უნდა რომ ვასწავლით და კი ბატონო, ჰასკი მოტოპარკში გვაქვს სკოლა, რომელიც გახსნის დღიდან ფუნქციონირებს. ძალიან ბევრი როგორც დამწყები ზასული ადამიანი მოდის, ასევე ძალიან ბევრი ბავშვები მოყავთ. და რავი, ტრეკზეც ვარჯიშობენ პატარ-პატარა ტურებსაც აწყობენ უკვე რამოდენიმეჯერ რო იქნები და თქვათ ძალიან ახალი ხილი არ არის შენთვის ენდურო ჩვეულებრივ შესაძლებელია რომ პატარა ტურებიც გაკეთდეს ჰასკი მოტოპარკის გარშემო. შეჯიბრებებზეც როგორც ვთქვი გადიან ხოლმე თქვენი აღზრდილები? კი, მე თვითონაც დავდიოდი ახლა უბრალოდ დრო აღარ მაქვს და ჯანმრთელობაც აღარ მიწობს ხელს. ტრამვების კუთხით ასე ვთქვა და იცი რა თლად ამან არა უბრალოდ აი რაღაც უხერხულად რაღაცა ისე დამემართა რა მოკლედ და მაგრამ პრინციპში მოვაგვარებ მაგასაც და იმედი მაქვს რომ მომავალ წელს ისე შევძლებ რომ 1-2 შეჯიბრი გავაკეთო ხოლმე. კი ურჩემატკივრებთ. მადლობა. ყველანაირად. ხო და რაც თავარია აი პატარა ბავშვები, ну ბავშვებიც უკვე გაიზარდნენ ის ბავშვებიც რომელსაც ბავშვებს ახლა აღარ არიან ახლა 7-8 წლისები და არიან 15-16-17 წლისები რომელიც ახლა ჩვენ რომ აქ ხელები ვიყავით, ვიცი ახლა არ ვიცოდით. ალახში თამაშობდი. რა იყო ეგ და თან ეგეთ დონეზე ხა ვიღაცა რო ყავს რო შეუძლია რაღაც და უკვე შეჯიბრზე რო ხარ ნაყოფი 15-16 წლის ასაკში გინ ჩვენთან გინ საზღვარგარეთ უკვე ხო აი ჩვენ სურო სპორტსმენი არ გამოხვიდე სხვა დონის
შეგრძნებები გაქვს და სხვა დონე გაქვს ტარების. ხო, ნუ თან ბავშვობიდან როცა იწყებ, მე უკვე ის აღარ გაქვს რა, ეხა 24 წლის რო ჯდები მოტოციკლზე, ცოტა რაღაც ამბიციები მეტი გაქვს რა და ბავშვობიდან რო სწავლობ, უკვე იცი რაც არის, ბეზრებულიც გაქვს, აღარ გინდება იქ რაღაცების ქუჩაში დამტკიცება და რაღაც მსგავსი და ძალიან კაია, როცა ბავშვობიდან გრძნობ რა, გრძნობ რა, აი ბევრად მაგრად გრძნობ, ვიდრე ცოტა უკვე 20 და ზემოთ რო დაждები. ხო, თან კი, ეხა ყველაფერი ვარჯიშია მაინც, მაგრამ ეხა იმან და შენ რო, რავი, თანაბრად ივარჯიშო, ის ყოველთვის ბევრად მაგრამ იქნება, ვინც ადრე დაიწყო. რა თქმა უნდა. ბავშვობაში. ეგრეა და ეხლა მე ძალიან მოხარული ვარ, რომ ჩვენ დრო შეიძლება არ იყო, მაგრამ ეხლა უკვე მოდის ზუსტად ის თაობა, ვისაც უკვე მამები ასწავლიან რა. კი ბატონო. და ძალიან კაია რომ ესე ვითარდება და სხვათა შორის ამაში ძალიან დიდი წვლილი მიგიძღვით, როგორც ვიცი. და ამის გამო რა ყველას სახელით მადლობას გეუბნებით, იმიტომ რომ ვისაც მოტოციკლეტები გვიყვარს და ზოგადად მოტოსფერო გვიყვარს, რავი, ალბათ ყველა ვფიქრობთ და ყველას საზრუნავია ის, რომ რაღაც საფეხურებით ნელ-ნელა მაღლა ავიწიოთ, რომ აი იქ სადღაც უცხოეთში რო უყურებთ, აუ რა მაგრები არიან, მოდი აი ჩვენებზეც იგივე გვეთქმოდეს რა. კი ბატონო, ძალიან კარგი თაობა მოდის ნამდვილად და რაც მთავარია კიდე, ხო? ანუ ენდურო ზოგადად ენდურო სპორტში მოსულა ერთმანეთის დახმარება. რა ხშირად ხდება ხოლმე, რომ აი რა შეჯიბრში ისე დაბკოლება იჩნდება, რომ შეიძლება ვერ გაიაროს ერთმა სპორტსმენმა რა და მიღებული არის, რომ მონაწილეებს შეუძლიათ ერთმანეთის დახმარება. ასევე აი ნებისმიერ ტურში როცა გადიხარ, რაღაც ხდება, ეხმარები და აი ეს ბავშვებიც ვინც იზრდებიან ამ ერთმანეთის ხელის გაწვდაში და აი მიხმარება მოხმარება, სულ სხვანაირი თაობა არის და რაღაც ერთმანეთზე ზრუნვის ისინი აქვთ რა გამომუშავებული და ძალიან კარგი ბავშვები და ახალგაზრდები მოდიან. ხო, აი მაგასაც მოტოციკლეტი არ ვითარებს რა ადამიანში იმ ადამიანურობასაც, იმიტომ რომ ზოგადად ბაიკერებიც და ალბათ ნუ თქვენ კიდე უფრო, იმიტომ რომ თქვენ კიდე უფრო მეტი საშიშროების წინაშე ხართ ხოლმე ყოველთვის როცა გადიხართ. ყოფილა გადარჩენაზეც აი ამ რაღაც იმებს არ ვითარებს ადამიანში, რომ ვიღაცას მართლა ხელი გაუწოდო, დაეხმარო და თან იცი რა, ანუ ზუსტად იცი რა გრძნობა ვიღაცას რო გაჩერებულს ხედავ, ან რავი, თქვენ შემთხვევაში შეიძლება სადმეან გადავარდილს, ან ვერ ადის. გადავარდილს ნაკლებად უფრო აი ხო, არა, გადავარდილს ხევში არ გulis ხო, როგორი სიტუაციები არის, იცი რა, რაღაც დაბკოლება არის, ახლა ქონია რა, სადაც ძალიან რთულ მარშრუტზე, რომ ну აი ვერ მიდიხარ, ან საწვავი გაგითავდა, ან რაღაც ფეხით გიწევს რა, ტყიდან გამოსვა, როგორც არის სიტუაცია, შეიძლება მონადირეს მოუვიდეს, ან ჰაიკერს, ან ვიღაცას ბუნებასთან რჩები ერთ-ერთზე ხო ხვდები და ეხა აუცილებელი არის თუ ვინმე გვერდში ყავს უნდა დაეხმარო ამ პირიქით, სხვა გზა არ გაქვს. და ეს უკვე ძალიან ინსტინქტებში და ჩვევაში გიჯდება. ბევრი და ბლომად გექნება სავარაუდოდ. მსგავსი ამბები მოსაყოლი, აი ბატონო, ბევრჯერ გათენებული ხარ ტყეში და აი ეგეთი ახლა როგორც ვიცი ზოგადად ჩემი მეგობრებისგან ვინც ენდუროზე შედან მარტო არაზოს არ უნდა გახვიდე საკატაო გაუწერელი კანონიაო რა. იცი რა, გეთანხმები, იმიტომ რომ აუცილებელია ვიღაც ყავდეს, თუმცა მეც ხშირად ვარ ხოლმე მაგ იმას, იმიტომ რომ სულ ვიძახი რომ ანუ შენ თავთან რო რაღაც რჩები, უბრალოდ ნუ ეხა არ მივდივარ, სადაც კავკასიონზე არ წავალ მარტო რა, არც ერთ შემთხვევაში, იმიტომ რომ ნუ ძალიან მკაცრი ბუნება არის იქ და ეხა ჩვენთან ტრეკებზე და სადაც უკვე ხშირად ვარ ნამყოფი და ნუ ხა ვიცი რომ დათვი არ დადის და ვიცი რაც არის, ხშირად ვარჯიშობ ხოლმე, იმიტომ რომ ვთქვათ, არავიზე არ გიწევს დალოდება და აი შენი ზღვარის შესაძლებლობებში ვარჯიშობ რა. ხშირად ვაკეთებ. ძალიან კარგი არის ახლა თუ ვიღაცა შენზე მაღალი დონის რაიდერთანაც ვარჯიშობ, კიდევ უფრო ვითარდები. თუმცა იქ შეიძლება რაღაცა ზედმეტად ძალიან ჩააჭირო და მანდ უკვე შესწავლებს უშვებ და ხო, რო ცდილობ რომ გაყვე იმას და იმისავითია რომ კი. თუმცა ნუ აი მთაში მართალი ხარ. ანუ ჯობს რომ თუ ვინმე ყავს ვინც გამოყვება, უმჯობესია რომ მასთან ერთად იარო და ნუ ადამიანი ვისაც ენდობი და იცის და ავიცი. ხო, იმიტომ რომ არ პანიკობს და ასე შემდეგ. როგორც ვიცი, გამოცდილთან ერთად როცა ხარ ძალიან დიდი დისკომფორტია გამოცდილი ადამიანისთვის, როცა მიყვებიო რა. რაღაც დალოდება, იქ ნელასიარული, ანუ ვერ ერთობა ის ადამიანი რა. იცი რა, ნუ თავარი ის არის რომ ძალიან დიდი არ უნდა იყოს, თუმცა
ეხა არის გასვლები, რავი, 10 და 20 კაცის დავდივართ ხოლმე და არავინ არ წუხდება პირიქით ვერთობით და რავი, ერთმანეთს ვიდეოებს ვუღებთ. ანუ ბევრი სხვა რაღაცაც არსებობს რა, მაგის გარდა. რო აი შენ ელოდე, მე უბრალოდ წეღარ რასაც ვამბობდი, ეს არის ვარჯიშზე რა, რო აი თქვა ხანდახან არის რომ მინდა ვივარჯიშო 2-3 საათი, აი ესე რა, ჩაჭერა ვარჯიში. ხო, აქვე სადმე ქალაქთან ახლოს. აქვე რა, ავედი ჰასკიში დავჯექი 2 საათი, აი გაუჩერებლად 3 საათი ვივარჯიშე, დავბრუნდი, წამოვედი. ჰასკიში, ანუ იმენა ტრეკი არის, ხო? მოწყობილი, სადაც შეიძლება დაბრკოლებები რაღაც. ტრეკიც არის, მაგრამ მე ანუ ტრეკზე შეგიძლია ივარჯიშო, თქვა წრიული ტრეკი არის, როგორც მოტოკროსი ისე, უბრალოდ მოწყობილი არის ხელოვნური დაბრკოლებები. მორები, ქვები, რაღაც ესეთი რაღაცები, საბურავები ყრია, ბევრი, მანდაც შეგიძლია ივარჯიშო. მაგრამ მე წეგან სხვა რაღაცაზე ვამბობდი, ჰასკის გარშემო გვაქვს ძალიან ბევრი ტრეკები გაკეთებული, არ ვიცი, შეიძლება 200 კილომეტრი, 300 კილომეტრი ტრეკები იყოს და ბილიკები გაკეთებული რა. როგორც ეს წავკისის და კოჯრის ტერიტორიაზე, იქითაც, ვერეს ხეობაში ძალიან ბევრი ისინი გვაგაკეთებული და აი რაღაც ესე გადავაბავთ ხოლმე და ერთი ტრეკიდან მეორეზე გადადიხარ, მეორედან მესამეზე და ხო, აი 2-3 საათში, რავი, შეგიძლია ერთი 100 კარგი 100 კილომეტრიანი ტრეკი მოიარო რა, ესე გემრიელად. ჰარდი ხლის თან კარგად. კარგი მენა რაღაცნაირად განტვირთვაც არის და თან ვარჯიშიც არის. თან რაღაცნაირად იღლები კიდეც, მაგრამ ნუ სასიამოვნოდ იღლები ალბათ უფრო რა. ჩათვალე რომ ატარებ მოტოს, ვერაფერზე სხვაზე ვერ ფიქრობ და კონცენტრირებული ხარ ამაზე და ჩათვალე რომ კროსფიტს ვარჯიშობ თან რა. ხო, აი ჩემთვის ახლა ცოტა უცხო არის, იმიტომ რომ მე ესე აქტიურად არ მიტარებია რა, მსგავს მოტოციკლეტი რაღაცა პატარაზე შეიძლება, მაგრამ შორგზაზე და ისეთ დაბრკოლებებზე რა თქმა უნდა რომ არ მივლია რა და ახლა წარმომიდგენია რა ემოციები შეიძლება ამ ყველაფერმა აღძრას რა ახლა სადღაც სიმაღლეზე რო ადიხარ და ციცაბო დაღმართებზე და აღმართებზე და აი რავი რაღაცნაირად ალბათ სიამაყის გრძნობა გეუფლება როცა სადღაც აღმართზე რო ახვალ და ზევიდან რო გადმოხედავ რა ამოია კი როგორ რაღაც არის იცი ენდურო ზოგადად ისეთი სპორტია რომ ვერ ამოწურავ თან რაც უფრო კარგად სწავლობ მით უფრო საინტერესო ხდება იმიტომ რომ ზრდი და ზდი დაბრკოლების დონეს იგივე აღმართი იქნება დახრეს კუთხე იქნება თუ რაღაცა ზომის დაბრკოლებაზე გადავლა ანუ ნებისმიერ იმაში ვერ ამოწურავ რა ვერც ერთ ვარიანტში რა შესაბამისად მუდმივი განვითარება მიდის რა ხო, ну ამას ჭირდება ალბათ ძალიან ისეთი მუხლ-ჩაუხრელი შრომა და ვარჯიში რა, რომ რაღაც მაღალ დონეზე ავიდეთ. ну ნიჭიც, რა თქმა უნდა, მაგრამ აი ნიჭის გარეშე თუ შეძლებ მაგ ყველაფერს, რომ სადღაც თუნდაც სპორტში რაღაც წამყვან ტიპებთან ერთად იყო. არ ვიცი, ალბათ კი, ანუ თქვად ეხა ეს უნიჭო და რა ვიცი ხა უნიჭო მარა შრომის მოყარე. იცი რა არიან ეგეთი ტიპები, აი ხა მაგალითად ენდუროს იმაში რა ქვია, ჩემპიონატზე რა. არიან აი ყველაზე ტოპ რაიდერები ვინც არიან, ყველას აქვს ტრაიალზის ბექგრაუნდი, ტრაიალი არის უსკამო მოტოები რო არის, რაღაც იმებზე სოკოებზე რაღაცებზე დახტუნა. აბსოლუტურად ყველა ტოპ რაიდერის ბექგრაუნდი არის მაქედან რა და აი შაშან ყავდათ, შაშანზე ჩამოყვანდი, გრამჯარვისი არის, რა ვიცი, როგორც მესი არის ფეხბურთში, ისე არის ენდუროში რა. და იგი ძახდა, რომ ანუ ენდურო ზოგადად არის 70% trials riding-იო და 30 motocross-იო. ხო და შესაბამისად რომ დაუკვირდე მართლა ყველა top riders იმის background-ი აქვს. თუმცა არიან აი ვიღაც ტიპები, აი მაგალითად სამხრეთ აფრიკელი ბიჭი არის, Wade Young-ი, რომელიც სუიძახის, რომ მე ესეთი ტექნიკა და ეს არ მაქვს რა, როგორც ამათ აქვს და არც background-იო. თუმცა ძალიან ბევრ შრომობს აი სუ ეს ტოპ რაიდერების ხვები რა ეს ტრაიალზის ესენიც აღნიშნავენ რომ იმდენად შრომელი ტიპი არის და ფიზიკურად იმდენად ძლიერი არის რომ ანუ ძალიან ბევრ შეჯიბრშიც მოუგია კიდეს და ძალიან დიდ კონკურენციას პოდიუმზე ძალიან ხშირად არის რა ასე რომ შეიძლება ვიღაცას მეტი შრომა ჭირდებოდეს რაღაცისთვის იმიტომ რომ ადრე არ აქვს დაწყებული ან ნიჭიც რა არის ხო გენეტიკაში კიდეს ვიღაცას აქვს დედა და მამა თუ მღერის დიდი ალბათობით შეცივყერებ ხო თუ არ მღერის უფრო მეტი უნდა იწვალო რა ეხა ყრუს რო ეძახიან ეხა ყველა ყრუ არ უბრალოდ უნდა ისწავლოს მეტი და რაღაცა ალბათ ყველა იმაში როგორც გენეტიკურად გადაეცემა იგივე თემა არის ის ნიჭიც რა ხო ეხაც ეს იმიტომ ვიკითხე რა რომ ჩვენთან მართლა ბოლო წლებია რაც ვითარდება ეს ყველაფერი ზოგადად მოტოსპორტი
და ბევრი აი მაგალითად მე სურვილი მაქვს, მაგრამ უნდა დავიწყო აქედან რა. ახლა ჩემ შულს ექნება ის ფუფუნება რომ ბავშვობიდან დაიწყებს, მაგრამ მე უნდა დავიწყო სიტყვაზე აქედან და ჩემნაირი იქნება უამრავი. ვისაც აი რაღაც რო ყოფმანობს, რომ ვა, აზრი არა აქვს და რაღაც რა და უფრო მაგიტო გკითხე რაღაც სამოტივაციო ვინც გვიან იწყებს ახლა რასაც მეუბნები, ის ალბათ უფრო თავისი სიამოვნებისთვის იწყებს, ვიდრე სერიოზული სპორტსმენი და კარიერა აიწყოს მაგაში. და შესაბამისად მან რავი მე არ მგონია რომ ასაკი იყოს რაღაც ძალიან დააბკოლება, იმიტომ რომ აი მაგალითად ჩვენი ძმაკაცის მამა არის, ისიც ჩვენი ძმაკაცია, ბადრი, ძიას ვეძახით ხოთა შორის, რომელიც არის 62 წლის არის, მაგრამ რავი არანაკლებ არავინ დადის როგორიც, აი გას რო გაუხსნის, რავი ხან ვეწევით, ხან ვერა რა. ისე მაგრად ცოტა ხო ანუ ჩემს ახლა წარმოუდგენელია ცოტა. არა არიან ანუ სულ ყველა მაგას ვეუბნებით რომ აო ძიანეთ და შესაძლოა ჩვენ ეგრე დავდიოდეთ რაღაცა მისაბაძი ადამიანია ნამდვილად. ხო იმიტომ რომ ხა ფიზიკურად აქ იმხელა ის გჭირდება რა ქვია მომზადება და გამძლეობა და ძალა რომ მაგასაკისთვის ჩვენ მაგის кейსში როგორ იყო ეხლა ჩვენ შვილებს ვსვავთ მოტოზე რომ გვინდა რომ ჩვენთან ერთად იარო და აქ პირიქით ახლა ზუკა არის ჩემი ძმაკაცი ბადრის შვილი და ზუკა რო დადიოდა ბადრის უმაგას იძახის რომ ჩემ შვილებთან ერთად მინდოდა ყოფილიყავიო და მე დაჯდა ცოტა გვიან უკვე რა ასე რომ ასაკი ეს არ არის რომ მიზეზი იმის რომ თუ გინდა გააკეთებ მოკლედ რა და ივლი ჩვეულებრივ ან ეხა ისე ვიმეორებ ახლა სპორტსმენი ვერ გამოხვალ და არც ალბათ არც უნდა გინდოდეს რომ გამოწესის. თუმცა რავი, სადაც გინდა ივლი მოკლედ და შენ სიამოვნებას ყოველთვის მიიღებ და ყოველთვის განვითარდები. აი რა სხვაობა არის რო აუხსნათ ენდუროს და ჩვეულებრივ ბაიკის მართვასთან შედარებით რა. იმიტომ რომ ნუ იქ ასფალტი და იქ გრუნტი იძლევა რაღაც იცი რა, ბევრი, რა თქმა უნდა, ეხა ელემენტარული რაღაცები ერთი და იგივეა, ეხა ზუსტად იგივენაირად აქვს ტორმუზე ხელზეც და ფეხზეც როგორც სტრიტს, ენდუროსაც, კონუსის და სიჩქარების იდენტურია. თუმცა სხვაობა არის ის, რომ ენდუროზე სულ ვიძახი, რომ ენდურო უფრო 3D არის, რა, ну, თქვათ მარტო სიფრთხეზე კი არ ხარ, ნახტომებიც არის, სხვა ტექნიკები გჭირდება, რაც ეხა სტრიტზე არ გჭირდება. სტრიტზეც ხშირად არის, რომ ხშირად რა ნუ თითქმის ყოველთვის ტორმუზ დააჭერ, გააჩერებს, გასმისთან წავა. და აქ არიცი, როდის გაჩერდება, როდის არ გაჩერდება და როდის მოსრიალდება. უფრო მეტი შეგრძნებები გჭირდება რაღაც აი მის დონეზე რა. ანუ ეხა ენდუროს თუ კარგად ატარებ, სტრიტზე ჩვეულებრივ ძალიან მარტივად ივლი რა და ეხა ძალიან ბევრი არის სტრიტს კარგად ატარებს, მაგრამ ენდუროზე თუ არ მიეჩვია და მისი გამოცდილება, ენდუროს გამოცდილება არ მიიღო, ვერ ივლი რა ფიზიკურად, იმიტომ რომ სხვა ტექნიკები გჭირდება რა უბრალოდ. სხვა შეგრძნებები გჭირდება, ჰაერში უნდა იცოდე როგორ მართო, თქვათ როცა ხტები მოტო, არ დაიბნე, ასე შემდეგ. აღმართზე რო ადიხარ სიტყვაზე, ძირითადად წინა ბორბალი ჰაერშია და არ უნდა დაიბნე მაგაზე, თან უსწორმასწორო ამ ჯანჯღარში კიდე სხვანაირი ისინია რა. ხო, იმიტომ რომ თან აქ ჯდომის პოზიციაც სხვა, საერთოდ სხვანაირი ჯდომა რო ქვია. მოსახვევში შესვლის ტექნიკებიც აბსოლუტურად სხვადასხვა არის. აქ უფრო უყურებ, როგორ რაღაცას იცი, რომ რელიეფს უყურებ, რომ საჩეგილი, ანუ ვირაჟს რო ეძახიან, თქვათ, ჩააწვინო, გამოიყენო ეს როგორც და ანუ ვირაჟი და თქვათ, იქიდან მე აი ეს გათვლები მიდის და თან კიდე უნდა ცნობდე რელიეფს, იმას უნდა ცნობდე, სად შეიძლება მოგასრიალოს, თქვათ, ის გრუნტი რა ფერია, სადაა სისველე, სად შეიძლება ფოთლები რო ყრია, ბევრი იქ რო არ უნდა იარო, იმიტომ რომ თქვათ, შეიძლება ბევრი ქვა იყოს და ვერ ხედავ, ხო ხტები? და უფრო აი რაღაც ტრაექტორიების და გათვლის თემა არის რა. გაშუქებით ფოთლებში ვსრიალებთ, ეს ასფალტზე რო ფოთლები ყრია, ხოლმე სრიალებთ ჩვენი და აქაც იგივეა, ხო, ძალიან სრიალებს ფოთოლში და თან ახლა ასფალტზე, ნუ ჩვენთან ხდება ისეთი რაღაც, რომ ყრია ჩვენთან ქვებიც და ეს ტვერიც არის და რაღაც, მაგრამ ნუ ენდუროში გაცილებით მეტია ეგეთი რაღაცები. ხო, ალბათ აი ენდუროზე ვინძის ის უფრო რაღაცა ისეთი ტიპი მგონია რა. ველური. ხო, ნუ ისეთ რაღაცებთან გიწევს შეხებაც და ნუ გადალახვაც, იმიტომ რომ სადღაც შეიძლება მართლა ჩარჩე, სადღაც დაგიღამდეს, სადღაც რაღაც გაგიფუჭდეს და ხალხში რო ეს ყველაფერი ხდება ძალიან მარტივია რა, დარეკავ, მოვა, წაიყვანს რაღაცა, იქვე სადმე შეხვალ, იქ რავი რა. ხო, ნუ იქ ახლა თუ მithumetes
მაღალმთიან რეგიონებში მიდიხარ ჩვენთან ცოტა რთულია. ნუ აქ შედარებით მარტივადაა საქმე, იმიტომ რომ დატოვებ და ეხლა ნუ რავი 5 კილომეტრს გაივლი ეხლა რაც არ უნდა იყოს ფეხით რა. გამოხვალ მაინც. მაგრამ ეგრევე ევაკუატორი ვერ მოგაკითხავს. ხო, იქ ხო. ზოგან შეიძლება ტელეფონით წარიჭერდეს. ეგეთი ადგილებიც იქნება უბრალოდ სადაც რა ვერც დარეკავ და ვერც რავი. კი, აი მე და გიო ვიყავით გახელაძე ერთხელ იმაში რა ქვია. ერთხელ არა ორჯერ სამჯერ ვიყავით, მაგრამ პირველად რო ვიყავით, ესე ჩავრჩით ტობავარჩხილის ტბებზე. ძალიან რთული რელიეფი არის, არ ვიცი რამ წაგვიყვანა. ყველა წასვლაზე ვიძახით, რომ ეს ტარებადი არის, აღარ მოbrunდებით, მაგრამ მაინც მოვიდივართ ხოლმე. და იქ არც ტელეფონი არც მიღება არის, ეს ჩავრჩით ერთი ღამე, ორი ღამე, მერე რაღაცა ამოვედით როგორც იქა, ვიღაც წემსმა რაღაცები გვაჭამა, მოგვიარა, ისეთი ის იყო, რა ქვია, გადარჩენაზე და მერე ბედნიერების ისინი, რა ქვია, ბუკეტი ერთად რო, იქვე ცხარი ეგრევე. ო, ცხარი კი არა, პური რო გააძრო და პომიდორი რაღაცა გავგლიჯეთ იქვე. ხო, აი უფრო და რაღაცა ტყეში რო იმეებს ჭამხო, იცი? ზუსტად აი უნდა რა ქვია, იმას. კენკრა რო მოდის და ვა ნახე ბილიკი მეთქი რა და რა ბილიკი თურმე მე დათვსნაკვალები ვნახეთ. ანუ მაკენკრას და თხილს ჭამს ეგ რა და მაგას უჭამდით საკვებს რა ვიცი. ეგეთი кейსებიც ქონია. პირველი ემოცია მაინტერესებს უცბად რომ კენკრას კრეფ და რაღაც ამხელა დათვის ტორის რა ქვია, ნაკვალები და გაშრია. ხათშორის ბევრგან მინახავს, მაგრამ ნუ ჩვენთან ნუ ახლა მაინც ჯერთი მოტოსუნზე და ხმაურზე ეხლა ვიყავი ალმაატში საკატაოდ და მანდაც ძალიან ბევრი დათვები არიან, ჩემ მეგობარი ვინც არის, ეს იქაც გვაქვს ჩვენ შოურუმი და იქ ხშირად კატაობს ხოლმე და მიყვებოდა რომ ძალიან ბევრნი არიანო რა და ეხლა მე ესე პირდაპირ არასდროს არ შემხვედრია, ნაკვალევი ხშირად მინახავს, მაგრამ თვითონ დათვი არ შემხვედრია და რაღაცაზე მიუბრუნდიო, მარტო ვიყავიო და GoPro-ს ვეძებდიო თუ დამივარდაოთ რაღაც და მოგეთ რომ მივედი და ავიღარე, უცებ წამოდგავ და აი ეს რო იცისო, აი ეგეთი ხმა გავუშავო, მაგრამ არ ვიცი ეტყვა იმასაც დავისწავრო, დათვი იყო. ისიქით არ გარბოდა, მე აქეთ გავარბობია. მეთქი მოტომდე მივაღწიო რა. ზოგადად ახლა ნეტა ჩართული ყოფილიყო. ზოგადად მაინც ყველა ცხოველი ერიდება ადამიანს და მით უმეტეს ახლა ტექნიკით როცა დამწურის თუ რამეს არ დაუშავებ ან რაღაცა. თუმცა მაინც ახლა ისა სტუმართ მოყარე დათვები ყავს ჩვენ ქართველები. ჩვენ ჯიგრები არის. გამოვირჩევით. სტუმართ მასპინძლობით არაფერს არ გვიშავებენ ხოლმე. და აქ რავი აი ტობაზე ჩემხვედრია ნაკვალევი. ახლა ბოლოს რკონში ვიყავით რა სალომის თაზე გადავდიოდით და საკმაოდ დიდი დათვის ნაკვალევი იყო იქაც. უღა მე რო გაიკიდო. მოტოცი რომ მისდევდა. საწავა. საწაგიყვანთ. ეგეც არ ვიცი. ნუ ექსტრემიზმის არის. არა, ეს არც არ გინდათ ისე თუ რაღაცა წამოუროშე. მე მაგ ხოლმე პოდკასტში ეს რო ქვია, რომ შევიხო მეთქი და არ მახსოვს შევიხე თუ არა. მე მგონი არ შევხები ვარ პოდკასტის განმავლობაში და ძალიან მიყვარს ხოლმე მოწოს. მოახია პატარა ეს. ის აუ ეცა. ხო გინდოდა. ათლიანად აძრე. სულ მინდოდა რომ ეს მექნა. აუ ის ახლა ამას რო შევი მე მომწევს რა. აუ რა კარი. 200 რომ მოვაკაბა მოტოს. ძალიან დიდი მადლობა. ბავშვებისთვის ოცნება ავისრულე სხვათა შორის ახლა. ერთ-ერთი ეს მოტოზე აგესრულებინო ძალიან მალე. ძალიან დიდი მადლობა, ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ შევძლებ მაგ ყველაფერსაც. აუცილებლად შეძლებ. ხო, ანუ აი ხაც უყურებ რა უბრალოდ და ემოცია მოაქვს რა ტიპს რა, ანუ აი ტიპია, გეუბნება რომ შენზე მაგარი ტიპი არის, რომ უყურებ, იმენა ის ზევიდან გიყურებს და რა. სანამ დააждები შეიძლება. ხო, მე უკვე შენ უყურებ ზევიდან და იქ რაღაც ხო და ეს ემოციური კავშირიც ალბათ საერთოდ სხვანაირად გაქვთ თქვენ გამჯდარი რა, იმიტომ რომ რავი ამის გარეშე შეგიძლიათ ცხოვრება, ან წარმოგიდგენია? აი არ ვიცი ხა როგორ არ წარმოგიდგენია ხა ყველაფერზე ჩვენ ადამიანი და ხა ნუ რა ვიცი ხა შეიძლება რავი მოგიწიოს აღარ დაждიან რაღაც, თუმცა სულ ლაპარაკობთ ხოლმე ეს ენდუროზე ერთმანეთში, რომ აი ვინც არ იცის რა არის ენდურო და ვისაც არ გაუსინჯია,
რამდენი რამე დაკარგა უბრალოდ რა. მით უმეტეს ხა საქართველოს სადაც ყველგან შეგიძლია იარო და მთაგორიანია და ამისთვისაა რა. თისთვისაა ესე შექმნილი, ხო? შესაბამისად, რავი, მე ვფიქრობ, რომ ყველამ უნდა გასინჯოს და მით უმეტეს ვისაც ბუნება და ტყე უყვარს, ჩემი აზრით, ზედ გამოჭრილი არის მისთვის. იცით, სადაც უნდა ახვიდეთ, რომ ეს ყველაფერი გასინჯოთ, ნახოთ, გამოცადოთ და მე ალბათ ვეღარც შეეშვებით. მაგით არა მომდივარ მე, რომ ვეღარ შევეშვები მე ვიცი. ეს არიან კამანდა, ვინც ესაა, თქვენო, ესაა, რა, მოტოებს კი არა, თქვენ დრაგ დილერები ხართ. ესო შემოგტენით და მეეო ვეღარ შორდებითო საერთოდ და ზივართ. თან ისეთი ისა, რა ქვია, დრაგია, რომ ვეღარ იშორებ კი არა. შთამომავლობასაც გადაყვება. რა უეჭველი რა. მე უკვე ადრენალინ ჯანკი ხდები და ხო, ბავშვი რო ხედავს, მამამისი რომ მოტოციკლით დადის, შანსი არა რომ ის ბავშვიც არ დაждდეს მოტოციკლით. ხო და აქვე მინდა რომ ის თემა გავაგრძელოთ, იმიტომ რომ ძალიან საინტერესო რაღაცა შეეხედა. კურსში მომხდა და მინდა რომ მან უფრო ჩაუღრმავდეთ. ჩვენი შოურუმი გვაქვს ყაზახეთში. ხო, დაახლოებით წინახევრის შარშან წინ, პრინციპში 2 წელი გავა ოქტომბერში თუ არ ვცდები. იქაც გავხსენით შოურუმი, მოკლედ პარტნიორი ყავდა, ვინც ჩვენ გაყიდულობდა რაღაცებს და ძალიან კარგი ბიჭია, რომელიც აი ზუსტად ჩვენსავით ენდურო ძალიან უყვარს და როგორც ენდურო კლუბ ჯორჯია გვაქვს, ისე აქვს იქ hard enduro ალმაატი და ალმაატში გავაკეთეთ შოურუმი. საკმაოდ ისეთი დიდი და ლამაზი შოურუმი გვაქვს. მე გამოგიგზავნე ლინკებს. სიამოვნებით. და აი ხა ვიყავი წინა კვირას ჩასული, ძალიან ლამაზი ადგილები აქვს იმათაც საკატაოთ, აი 10 წუთში შეგიძლია მიხვიდე. დაჟე იმას ვიძახე, რომ ჩვენც გვაქვს ხა თბილისშიც და ყველგან კავკასიონზეც და რავი სამხრეთ საქართველოშიც და რაღაც ანუ ჩვენი უფრო მრავალფეროვანია რა, თუმცა იმათთან ის არის ძალიან მაგარი, რომ აი 10 წუთში შეგიძლია ისეთ ტყეში გახვიდე, აი როგორც აქ მაგალითად ჩვენთან არ არის თბილისთან ახლოს ეგეთი ტყე. ძალიან ლამაზი ადგილებია, პიკები აქვთ 4500 მეტრი, 5000 შიგ მასში ქალაქთან, რა ვიცი, ალბათ 1 საათში რომ შეგიძლია მიხვიდე, ანუ 10 წუთში ძდები და 1 საათში სადღაც 3000 მეტრზე ხარ ზღვის დონიდან რა. და ტყე არის აი სასწაული. აი ჩვენთან შევადარებდი ალბათ აი ახალციხეში და ეს ბორჯომხარაგაულში, გურიაში არის ეგეთი ლამაზი ტყეები. რაჭაშიც არის. თუმცა ეხლა ჩვენთან ცოტა ზამთარში ვერ ვკართ, ზამთარში ისინიც ვერ კატავობენ საერთოდ. იქაც ეცია. იქ ქალაქშიც ეს არის. ჩვენ ზამთარში ეხლა თბილისის გარშემოს უკატავობთ რა, ჩვენ ის ეგ არის რა. ხო, ისე ზამთარში ბევრად რაღაც არაკომფორტული არ არის, იმიტომ რომ ამაზე ალბათ რაღაც იცი რა, ხო, ცოტა რო ქცივა, ხო, მაგრამ ეხლა მაგალითად თუ მინუსი არ არის, უკატავობთ რა. ეხლა მინუსში უბრალოდ ძალიან ქცივა. თან ეხლა ზამთარში ახალი გასართობი გვაქვს მოფიქრებული, ამას სნოუბაიკად ვაწყობთ. უკან მოხლოფოს. არ გინახავს? არა, მე მინახავს, просто რაღაც ვინმეს რო კითხვა არ დარჩეს, რომ რა არის საერთოდ სნოუბაიკი. სნოუკითებს ყიდულობთ, ჰასკი მოტოპარკში ყიდება, ეგეც სხვათა შორის. ხო, აი გარუცო. ყველაფერი არის. გადაწყობა როსაც აკეთებენ ყველაფრის, არიან აი ჩვენი მეგობრები, ვინც მაგალითად ზოგს ყავს მეორე მოტო მაგალითად და ტოვებს ისე მთელი ზამთარი და არის, მაგრამ ვისაც ერთი მოტო აქვს, ზაფხულს შეუძლია გადააწყოს და ყავდეს ენდურო და ზამთარში გადააწყოს და წინ უყენიათ ხილამური, უკან მუხლუხო როგორც სნოუმობილს, ბურანს რო ეძახიან ჩვენ. ხო. თოლმავალს. და ხდება ესე თოლმავალი. უწევს კონკურენციას მე თოლმავალს რაღაც ამ. იცი რა, მე ორივე მყავს და აი საერთოდ სხვადასხვა რაღაც არის რა, ვერ შეადარებ ერთმანეთს. ეხა ერთი რომ მყავდეს ალბათ უფრო ეს მეყოლებოდა, იმიტომ რომ ანუ ეს არა ვერ იტყვი ჯობია რა, სხვადასხვა რაღაც არის აბსოლუტურად. ანუ სნოუბაიკი როგორ რაღაც არის, იცი, ძალიან მარტივად, ბევრი შრომის და ბევრი იმის გარეშე, ტექნიკების გარეშე, ნებისმიერ ადგილას შეგიძლია მიხვიდე რა. ანუ არ ჭირდება ძალიან ღრმა თოვლი, თქვა გაყინული იქნება, შეიძლება რაღაც ქვაც შეგვდეს, ანდახან ბალახიც ისეთ ადგილას მიხვიდე დაქარულზე, ჩვეულებრივ გადადიხარ რა ამით რა და ანუ წინ ერთი თხილამური აქვს და თქვა დახრილ კუთხეზეც ეხა დიდი თოვლი რო არ იყოს, ჩვეულებრივ დადიხარ რა. და სნოუმობილით დიდი თოვლი გჭირდება, რომ საიდზე იარო, იმიტომ რომ იმან უნდა ჩაძიროს და თოვლით გაიკეთოს ბილიკი რა. მაგრამ ეხა სულ იმას ვამბობ, რომ ეხა ჩემთვის აი მაგალითად ძალიან ფაუდერი რო იყოს და აი მივიდე ერთ ადგილას და აბა რომელზე დაждდები და
აი ეს ისიამოვნე ერთ ადგილას, ის არის ატრაქციონი უფრო რა. ეხლა ბევრად დიდი ცხენის ზალა აქვს, ძალითაც მოშნი არის, ასე ვთქვათ, ძლიერია. და ბევრად ისეთია რა, ერთ ადგილას. თუმცა აი ტყეში საძრომიალოდ, სადღაცას მისასვლელად რაღაც ადგილის სანახავად, აი ხა მაგალითად წელს ვიყავით სასვანო ტყებზე ასული სნოუბაიკები. იქ ხა სნოუმობილით არც გავრისკავ რო წავიდე და ვერ წავალ. ვერასდროს ვერ მივალ რა იმ ადგილას. ესე რა მაგარია რომ აი ეს ერთი ტექნიკა გაძლევს საშუალებას რომ სეზონური არ იყოს რა. ზაფხულშიც შეგიძლია რომ რაღაც სიამოვნება მიიღო, მერე ზამთარშიც შეგიძლია რომ აი ეს სიამოვნება იმ პირობებში კიდე მასაკი. იცი რა, ჩვენ ზოგადად ისეთი კლიმატი გვაქვს საქართველოში და თბილისში განსაკუთრებით, რომ ანუ ენდუროსეც დავდივართ რა, მთელი წელი, შეიძლება იყოს, არ ვიცი, 2-3 კვირა მაქსიმუმ, როცა ისეთი ან გაყინული არის ხოლმე ჩვენი ტრეკები, რომ უბრალოდ აზრი არ აქვს, ან აღარ გსიამოვნებს უბრალოდ რა. სიარული, თორე დანარჩენი ჩაოლებრივ დადიხარ რა. მაგრამ აი ეხა კურორტზე რო ადიხარ რა ზამთარში. აი იქ ვერ ახვალ, იქ ვერ წახვალ. იქ სნოუბაიკი. სნოუბაიკად რო გადააწყობ და ადიხარ, ამ ყურადღებასაც ძალიან ისე იქცევ რა, რომ რაღაც ახალი უცნაური, თავიდან როგორც ჩვენთან ბაიკები იყო, მოტოციკლები რას რო გაივლი და უეჭველი ყველა უყურებდა რა, რაღაც ეგეთი ხდება ხოლმე, როცა ძირითადად გუდაურში ვარ ხოლმე და გუდაურში რო ამოდიან რა. წელს ძალიან ბევრი იყვნენ ამოსულები. სნოუბაიკები? კი, გადაწყობილით. ბიჭები შუკა ერთად დავდივართ. შეიძლება შეც იყავ. ჩვენი სექტა ყველა. სნოუბაიკების და ენდუროს თითქმის ყველა. და აი რა ყველაზე მაგარი არის ეგ რომ შენი ჰობი საქმე დაქციე და თან ისეთ საქმეთ კი არა რომ სარგებლობს მარტო შენ იღებ რა. შეგიძლია რომ ანუ ძალიან ფართო მასაზე გახვიდე რა ამ საქმით და რაღაცეები შეცვალო, წინ წაწიო და ყველაზე მეტად ალბათ ეგ ასწორებს რა. რომ რაღაც იმ საქმით ხარ დაკავებული, რისიკეთებაც ყველაზე მეტად გისწორდება და გსიამოვნებს. კი, ძალიან კარგი არის და ძალიან სასიამოვნო, არ გეზარება არასდროს, როცა ჰობი შენი საქმეც არის. და პლუს მაგას ხო გეუბნები ისევ და ისევ მიდის სპორტზე, სპორტი რომელიც გიყვარს და ხა როგორც ფეხბურთის თამაში რო გიყვარს ძალიან ან კალათბურთის, არ გბეზდება ხო, იგივე ჩემპიონატში რო იღებ მონაწილეობას, უფრო ვითარდები, უფრო რაღაცა მეტ ვარჯიშებს იგონებ და იგივე იმ ახალ თაობასაც ზრდი და ეხმარები რომ რაღაც შენი ცოდნა გადასცე. და მე სიამოვნებს უბრალოდ რო უყურებ, რომ ბევრად მაგრად დადიან ვიდრე შენ მაგალითად რა. ხო, ანუ მე მინახავს ადამიანები, ვისაც უყვართ რაღაც კონკრეტული კეთება, იმას მე საქმე დაქცევენ, მაგრამ აი იმდენად ვეღარ უძლებენ მე იმ სტრესს, რაც საქმეს ახლავს უკვე, რომ რაღაც ეს საქმეც თემას თვითონ აღარ უყვართ რა, ისე იმდენად როგორც უყვარდათ იქამდე და აი ის გზა, რაც გამოიარე რა, რა სირთულეებს მოიცავ და გქონდა თუ არა ეგ ფიქრი, რომ აუ მოდი აი აღარ. კი, როგორ არა განსაკუთრებით დასაწყისში ხა ჩვენ როცა დავიწყეთ, ბევრად ადრე იყო ანუ ამ ბიზნესის კეთება საქართველოში, ანუ მოთხოვნა არ იყო ემხელა რა და თან ხა მაინც ნიშური სპორტია და დრო ჭირდება ყველაფერს რომ იმასგან და ძალიან ბევრი სირთულეები იყო ხა, იმიტომ რომ გინდა არ გინდა მეგობარი მოდის მაღაზიაში, რაღაცა ის ძვირია ხო ხდები და თან ხა კომერციალიზაცია თუ არ არის ის თემა ვერ ვითარდება საბოლოო ჯამში რა, სადაც კომერციალიზაცია არ არის. ადრე თუ გვიან მობეზდება ხა ვიღაცას ან იმის დაფინანსება, ან იმის შენახვა, ან რაღაც. ასე რომ ნუ ხა რაღაც გარკვეული სირთულეები რა თქმა უნდა იყო თავიდან განსაკუთრებით, ეხაც არის. მაგრამ ნუ რავი, მიეჩვია ყველა მე მგონი და ყველამ დააფასა გინდა აქეთ ამხარი და გინდა იქით ამხარიც, რომ ნუ რაღაცაში თანხა უნდა გადაიხადოს, რაც კლუბის წევრობა იქნება თუ რაღაცა სერვისი იქნება. შესაბამისად მიიღებს იმას, რომ თქვათ, რაც მეტი მოტო იქნება და რაღაც მეტად განვითარდება. ავი ხა ადრე როგორც იყო, რომ ერთი თვე ნაწილს უნდა დალოდებოდი, ხა ბევრი რაღაცა მიხვალ და ადგილზე გაქვს და ხა ეს თავისით არ ჩდება, ხო ეს მოაქვს კომერციალიზაციას, რო? ხო, რა თქმა უნდა. ხა ამას ერთად ვამბობდი, რომ ხა adventure-ზე და იმაზე, რომელიც ხა ან სტრიტის მოტოზე ბევრი არ არის ან ჩვენთან არ არის გაყიდული, შეიძლება რაღაცა ნაწილების თოქი არ იყოს, მაგრამ ნუ ხა ენდუროზე როცა უკვე განვითარდა და ხო, რაოდენობაც რო საჭიროება იქნება, მე უკვე სტოკიც არის და რა ვიცი, შეიძლება ყოფილა რომ აი როგორც ვამბობდი წეგან რომ
ადრე თუ მოტორო გაგიფუჭდება და უნდა დაგეყენებინა 1 თვე და 2 თვე და 3 თვე, ეხლა შეიძლება გაგიფუჭდეს, ჩაიბა მოიყვანო და რაღაც უცებ შეგიცვალონ სერვისში და გააგზელო იმავე დღეს კატაობა. იქ ეხლა რავი, ჩემთვის ძალიან დიდი კომფორტი არის ეგ. და ყველასთვის ალბათ. სხვათა შორის ეგ უნდა აღვნიშნო რა, იმიტომ რომ მე მაქვს ნანახი თქვენ საიტზე პირობები რა, სერვისები რას თავაზობთ, რა ბიუჯეტებში და სიმართლე რომ გითხრა ძვირია მეთქი არა რა, იმიტომ რომ ვიცი რაც არის როგორცაა და მაგისთვის მე მგონი რომ ძვირი არა. ზოგადად ყველაფერი გაქვთ რაღაც ანუ მომწურავია რა ყველაფერი. ზოგადად მოტოები უფრო იაფი არის ვიდრე ევროპაში, ჩვენთან, იმიტომ რომ ნუ გამბაჟებაც გვიწყობს აქ ხელს და მაინც ვთქვით რომ რაც შეიძლება ბევრი მოტო გავიდეს ხოლმე რომ ანუ მე ვთქვათ თემა განვითარდეს და იმ ვთქვათ შენ რო იყიდი შენ შემეგობარს მოიყვან შენ მეგობარი მას სხვას მოიყვანს და ასე შემდეგ ეგ ერთი და რაც შეეხება ახლა ნაწილებს ყოველთვის ვცდილობთ ხოლმე რომ ისეთი ფასი და ფას წარმოქმნა დავიჭიროთ რომ არ დაჭირდეს ვიღაცას ინტერნეტიდან გამოწერა ინტერნეტში რომ ნახულობს ის ფასი ადგილზე ოდნავ ძვირი შეიძლება იყოს რაღაც იმიტომ რომ თქვა DGG ემატება რაღაცა ჩამოტანის თანხა თუმცა ძირითადად ვცდილობთ ხოლმე რომ ძალიან ისეთი შევინარჩუნოთ ფას წარმოქმნა მაინც ახლა როგორი თემა ძალიან ბევრს უყვირს რომ ვაი ძვირია და რაღაცა თუმცა ნუ მოტოციკლი ავსტრიულია ავსტრიაში არის ენდუროების წარმოება მთლიანად და რა ვიცი ხა მე მგონი ავტოინდუსტრია იქნება თუ მოტოწარმოება, რა ვიცი, ავსტრია, გერმანია ყოველთვის ყველაზე მაღალ ხარისხიანი და ყველაზე ძვირიანი ნაწილები აქვს, თქვათ იგივე ეს მოტოციკლებში KTM-ისგან რა ვიცი, BMW რო აიღო, ის ბევრად ძვირიანი არის კიდევ რა. მანქანებშიც რა ვიცი. ნუ თქვენ ყავთ KTM-ი, გაზგასი და Husqvarna, ხო? ჩვენ ყავს KTM-ის ჯგუფის მოტოები რაც არის აბსოლუტურად ყველას წარმოვადგენთ. Husqvarna-ც არის KTM AG-ის შვილობილი, გაზგასიც. ასევე გვაქვს WP არის ამის ამორტიზატორები, მაგის სერვისი და დისტრიბუტორები ვართ. ის არის უკვე ძალიან პრო ამორტიზატორები და უკვე სხვა დონის ესენი არის რა, ნაწილები, რაც დაკიდების სისტემას ეხება. ნახევარი ფასი, მოტოს ნახევარი ფასი ის ამორტიზატორები. მაგრამ ძალიან დიდ განსხვავებას იძლევა. აი ეს სამი მოტო ბრენდი და პლუს WP-ის დისტრიბუტორები. ხო, აი ამათ შორის სხვაობა Husqvarna-ს, KTM-ს და გაზგას შორის ხარისხით არის იმ ხელა რო აი მაგალითად რო გიჭირავს რაღაც კონკრეტული თანხა მოდი ეს არ მინდა და ცოტას დავუმატებ და იმას ვიჭიდი. ხარისხით ოდნავ სხვაობა არის გაზგასში, იმიტომ რომ გაზგასი არის ცოტა იაფიანი KTM-ი, Husqvarna პირიქით ოდნავ ძვირიანი KTM-ი. აი ძალიან ისე დაბალ დონეზე არის სხვაობები, თუმცა აი ხა მე Husqvarna-ს ვატარებ ხოლმე ძირითადად off-road-ზე. ხა ყაზახეთში რო ვიყავი რამოდენიმე დღე, ნუ KTM-ი ყავს ხოლმე და KTM-ზე ვიჯერ. აბსოლუტურად სხვადასხვა მოტოები არის, აბსოლუტურად. ანუ 90% ნაწილების შეიძლება მეტი ერთი და იგივე აქვს. უბრალოდ ხასიათი აი მეპი maps რასაც ეძახიან. სატარებლად და გეომეტრიაში არის ოდნავ სხვაობა უკანა დაკიდების სისტემაში. Husqvarna და გაზგასი არის linkage-ზე. ეს არის swing arms-ის პირდაპირ ამორტიზატორი. ანუ რადიკალურ სხვაობას ქმნის ეს ორი რაღაცა რა, ეს უკანა დაკიდების სისტემა და მეპი რასაც ქვია რა. KTM-ი არის აგრესიული სატარებელი უფრო რა და უფრო ესეთი ფეთქებადი ტიპი არის. ის ბევრად გაწონასწორებული არის და უფრო ეს დაბალანსებული მოტო არის. მაგრამ აი რა გემოვნების ამბავია რა, ეხა მეც ეხა ძალიან hard-ში შეიძლება რაღაც მომენტებში უფრო Husqvarna მომწონდეს, მაგრამ ამაზე რო ჟდები ხოლმე, ეს კიდე სხვა ტიპი არის რა, ოდნავ მსუბუქი არის, უფრო რაღაც ისე დაყვება და რავი, ხშირად იმასაც ვამბობ, რომ ამას ისეთი მაპი წერია თქო, რომ 300-იანს აი ვერ ვიმორჩილებ რა, ხელა ძალა აქვს რა. ხო, ვინც არ იცის 300-იანი, ნინძა 300-ის ეს რა ქვია, ტოლფასი არა, აქ სხვანაირადაა ცოტა. არ ნინძა, ეს ორტაქტიანი კიდე სხვა რაღაც არის, ხო. ხო, ანუ ძალიან ბევრი ზამსმე, აუ 300-იანი რა, ეს 1000-იანებს მიჩვეული ხალხი. სხვათა შორის სუსუ თავიდან სანამ ჩვენ დავიწყებდით, ყველა ყიდულობდა 450-ან 500-ს. პირველივეზე, ხო? პირველივეზე, რომ აი რაც უფრო დიდი ძრავი აქვს, უფრო კარგია, მაგრამ არ არის ეგრე რა, იმიტომ რომ
მეც ახლა პირველი moto რაც მაყიდე, რაც იყო ეგრევე 450-იანი Yamaha ყავდა VR. წარება ვერ ვისწავლე საერთოდ. აი, motos ვერ ვიჭერდი, აი ჯერ ხო აი რაღაც ჯგვი moto არის რაღაცნაირი და მით უმეტეს დიდი ძრავი რო აქვს, უნდა იცოდე რა მისი მართვა რა. რაც უფრო დაბალი ძრავიანია, უფრო დაბალანსებულია, მარტივი ის არის და სულ 250 აიღო, საკმაოდ ძლიერია 250-იც რა 4 ტაქტიანს. 2 ტაქტიანი კიდე უფრო ძლიერი არის, ანუ 2 ტაქტიანს და 4 ტაქტიანს რო ადარებ, ხა 2 ტაქტიანი ყოველთვის უფრო ხა 250-იანი ალბათ 2 ტაქტიანი, სავარაუდოდ უდრის 350-იან 4 ტაქტიანს, რა. აი დაახლოებით ძალა და კი სიმძლავრით რო შეადარო. ესეც რა 300-იანი ალბათ ну ცოტა სხვადასხვანაირი ძალა აქვს რა ეს ფეთქებადია უფრო და ესეთია დაბლებზე აქვს რა დიდი ძალა ის უფრო სტაბილური და ესეთია რა მე მაგ აი როგორი არ ვიცი მითია თუ რეალობა ეს რა რომ ენდურო ქალაქშიისტუკებაო თანაბარი რუსულ სლოვაკ აბაროტი თანაბარი თუ მიჭირავსისტუკებაო არის სტუკება ესე რომ ანუ თუ არ გადაახურე და თქვათ სარიმასქენი საერთოდ არის სტუკება. 2 ტაქტიანი ქალაქში ისედაც არ უნდა იარო და ასედაც, იმიტომ რომ 120 საათზე უწერია რომ დგუში უნდა შეცვალო ძრავში. სერვისი უწევს. ახლა 4 ტაქტიანსაც იგივე უწერია, შეიძლება ოდნავ მეტი, მაგრამ ავი 4 ტაქტიანებზე, რავი, ყოფილა შემთხვევა რომ 300-400 საათი უმუშავია და რავი ძრავს ხსნიდა ახალია რა, ცილინდრი, ანუ იმასაც უწერია რომ უნდა შეცვალო, ხა კროსებს უწერია 80 საათზე, მაგრამ კროსებზე ხო ნანახი აქ როგორ დადიან. ჰაიშიც რო არის ანუ გაზი არის იმაზე რა. უბრალოდ ენდურო, ნამდვილი ენდურო ქალაქში როცა ატარებ, ხა საათები მალე გადის და სერვისი მალე მოგიწევს და ხა თუ არ დაასერვისე, გააფუჭებ რა უფრო რა. ხო და აი სუპერმოტოს და ენდუროს შორის, ანუ კი ესე ვიზუალურად რო შეხედავ, სხვაობა ნუ არის რომ იქ რაღაც დისკი, საბურავი, ძრავში სხვაობა აქვს. იცი რა სუპერმოტოს გააჩნია ხა სუპერმოტო რაც გამოდის ქარხნულად 690 მაგალითად მე მაგით დავდივარ სულ. მაგას არ ესე არ უწევს 100 საათზე ან 200 საათზე. სანამ მუშაობს, რავი 30000, 50000 შეიძლება ისე გაიარო არაფერი არ დაჭირდეს ძრავს რა. ის უკვე გათვლილი არის ქარხნულად, ABS-ითაც გამოდის, ცოტა მძიმე არის ვიდრე ენდურო, თუმცა მაინც ძალიან სუბუქია, 139 კილო არის რა. მაგრამ ამასთან შედარებით ძიმია. ეხა ეს თუ გაასუპერმოტოვე ხა არიან ვინც საბურავებს უყიდიან, სუპორტს რაღაცებს შეცვლიან, კბილანებს და სუპერმოტოს მეშვებიან. ნუ ეხა ეგ უკვე იდეაში ქალაქში ცოტა ესეთი არის რა. არასასურველი და არაკომფორტული. ანუ არასასურველი, ნუ ძალიან სასიამოვნო და სასურველია, მაგრამ მე სხვა რაღაც მაიმუნობისკენ გეძახის რა. ABS-ი არ გაქვს, ძალიან ჩქარდება და მუხრუჭები ხა ABS-ი არ აქვს არაფერი და ნუ ხო მაინც ხა მე ყოველთვის ურჩევდი რომ რაღაც თოქის აიღონ თქვა 690 ვიდრე ეს იგივე ხა შეიძლება ვიღაც მოისვა ხო უკან ამას არა აქვს ცალკე უნდა დაუყენო ხო იმის ფუტბეგები გზავრის იმას მოყვება ჩაულებრივ ყველაფერი და ხო აი ქალაქშიც ისეთია რა სხვანაირი ტიპი ხარ რა ქალაქში სამით რო დადიხარ ერთხელ უიარე ქალაქში და აუ მანქანებს შორის ალბათ აი ვრანგლერი ძალიან მიყვარს და აი ვრანგლერში როზე ხარ და ზევიდა რო უყურებ ყველას რა ამაზე რო ვიჯექი რაღაც ანუ მძღოლს ვერ უყურებდი მანქანაში რა რაღაც სახურავზე უყურებდი ხოლმე ზევით და ისეთ სიამაყის გრძნობა მოაქვს რა მაინც რა ხო ნუ ენდუროთი მაინც ამ საბურავით დიდადის არ არის რეკომენდებული სიამოვნებო რომ რაღაც რთულია შეხების წერტილი არ აქვს დიდი ხა ეს მაინც ალახის საბურავი არის და სულ მინიმუმ თუ ქალაქში დადიხარ დუალ სპორტის საბურავი უნდა დააყენო უკვე. ხო, აი მე მინდა რომ გკითხო ენდურო კლუბ ჯორჯიაზეც საერთოდ რა არის და ეს კლუბი რას ნიშნავს და რა ფუნქცია აქვს ზოგადად ქართულ ენდურო სპორტში თუ რა აი როგორ თქვა ეს სხვათა შორის ენდურო კლუბ ჯორჯია იყო ის კლუბი, სადაც რავი მე ძალიან შემიყვარდა ენდურო, საიდანაც მე სასკიც წამოვიდა და ასე შემდეგ. თავიდან ვიყავით, არ ვიცი, ხო გეუბნები ალბათ 10 კაცი, რავი, ენდუროს პიონერები დათო ლობჟანიძე, რავი, ზუკა ნაბელიშვილი, კიდე რამოდენიმე ადამიანი, ვინც გავიცანი და ძალიან შემიყვარდა მასთან ერთად სიარული.
და ნუ რავი, არაფერი არ იყო და მეთქი, რა ვიცი, სულ მინიმუმ მოდი Facebook-ზე ჯგუფი გავაკეთოთ, რომ რაღაც ჩვენი გასვლები, ფოტოები, ვიდეოები გავაზიაროთ. წამოვედი და იმავე საღამოს Enduro Club Georgia გავაკეთე და უკვე მე შემოემატა, რა ვიცი, ახლა მე მგონი 8-1000 კაცი შეიძლება იყოს ამ კლუბში. და ანუ ერთად გადიხართ, ერთად ვარჯიშობთ. იცი რა, კი არიან ისევ ადამიანები, ვინც თქვათ ამ კლუბშიც არიან, ჰასკიშიც არიან და თქვათ ან ჰასკიდან დადიან, ან რა ვიცი, შეიძლება ლისის ტბაზე იკრიბებოდნენ, შეიძლება დიომში იკრიბებოდნენ დათოსთან, შეიძლება, ნუ არიან ესე ცალ-ცალკე ისინი, თუმცა რა ვიცი, ძირითადად 90% მაინც ყველას ვიცნობ და ყველა აი ამ community-ის წევრი ვართ. სექტა გაქვთ, ხო? სექტანტები. ბაიკერებთან ცოტა სექტა სულ ისე ასოცირდება ხოლმე თქვენ სექტანტები ხართ და მე ჩვენში ხო იყოფა ეს კრუიზერების სექტა, ეს ყველას თავისი. თქვენ კიდე ცალკე სექტა ხართ, ქალაქში არ გვინახებით თქვენ უბრალოდ. ნუ აი ქალაქში გადავკვეთოთ ნომრები ხარ გვიყენია ხოლმე ძირითადად, იმიტომ რომ დაკარგავე. და სწრაფად ეგრევე უნდა შეძვრე სადღაც რომ რაღაც არ დაარღვიო. ან ნომერი რო არ იყენიათ, ანუ მანქანა უნდა მიიყვანო იმ ადგილამდე, გადმოდო, იარო. ძირითადად ანუ ძალიან ბევრი ვინც დადის ამ იმაზე, ჰასკიში გვაქვს ძალიან დიდი გარაჟი. არც რამდენი მოტო არის, ძალიან ბევრი მოტო დგას და გვაქვს ხო, გასახდელი გვაქვს, იქ დუშები გვაქვს რაღაც და ძალიან ბევრი არის კლუბის წევრები, ვინც არიან, რომ როგორც აი ხა ჯიმში სავარჯიშოდ მიდიხარ, მანქანით მოდიხარ. იცვლი, დაждები მოტოზე და ანუ ერთ-ერთი აი გზის გადაკვეთა გიწევს იმას და off-road-ზე ხარ, ანუ საერთო მოხმარების გზებით აღარ სარგებლობ რა, გადიხარ ტყეში ვარჯიშობ, მოდიხარ ისე გადაევლებ წყალს დუში, რაღაც შეხვალ, გამოიცვლი, წახვალ სახში. კი, აი ზუსტად ეგ გულისხმობა იქ რო თქვი რა, თქვენ სერვისებში და ძალიან კომფორტულია რა. ხო, ეს ძალიან კომფორტულია და რაც შეეხება ხა დიდ გასვლებს რო ვაკეთებთ უკვე ზაფხულში თაში რომ მივდივართ, რავი, ზოგს პიკაპი ყავს, ზოგს ვენი ყავს, ზოგს მისაბმელიანით მოყავს და ასე დებთ და მივდივართ. ანუ ესე რომ ტრასაზე ვიაროთ, ჯერთი არც ქსიამოვნებს, ამით ტრასაზე არც ასასურველი და ყვილად ვითავს აბურავს რა, არაფერში. ხო, აფუჭებ. ხო, წარმომიდგენია ხა ამით ალბათ არ ქსიამოვნებს. თან ხა აეროდინამიკაც არა აქვს, ხო, სიმაღლეზე ზიხარ და სუბუქი არის და ცოტა გადანჭყარებს რა, სიჩქარეზე. 100-ის ზევით სიარული ამით. აი ხა 100-ით რო off-road-ზე დადიხარ, ძალიან ჩქარა მიდიხარ უკვე. ხო, ძალიან ჩქარია. ხო, ანუ 100-ით off-road-ზე ალბათ, რავი, გადარჩები საერთოდ ცოცხალი 100-ით რო რაღაც მეტიც გიჭირავს ხა. რელიეფსაც გააჩნია ალბათ. ხა თუ გრუნტიანია და მე 140-მდეც გიჭირავს რა. მაგ ჩქარეს არის enduro 140. აი ხა მაგალითად ერზბერგ როდეოზე პროლოგი არის, აი ეს კიმის ეს არის კარიერი, სადაც ესე მიდიხარ, მოდიხარ, თაზი ადიხარ რა, ძალიან სწრაფმავალია და კბილანებს ცვლიან და აი დაჟე 150-160-ით დაფიქსირებულა რა, ეს მაქსიმალური სიჩქარე. ხო, მაგ ხელა სიჩქარეს ნამდვილად არ ველოდი რა, ცოტა ხა რაღაც 100-120, აი მეთქი შეიძლება, მაგრამ აი სტანდარტული კბილანებით 119-140 დაუწერია რა. ო, ანუ ამითაც რო რა სიჩქარის მოყვარულებით ვინმე ხართ, ამითაც შეგიძლიათ რაღაცა, მაგრამ არ გვიდა. ხო, ნუ არ არის სიჩქარე ხო. ეს არის ტყეში დაბრკოლებების და უფრო იმის გადასალახი მოტოციკლი და ტრანსპორტი, ვიდრე მოდი დავდგეთ. ხო. და აქედან იქამდე ვინ გაასწრებს. რაგაც ხდება ხანდახან, მაგრამ იმ ადამიანებს, ვინც ახლა იწყებს მოტოციკლეტის, ოღონდ ამ სტილის მოტოციკლეტის მართვას, რა რჩევა გექნებათ? რას უნდა მიაქციო ყურადღება, რა არის რთული? არ ვიცი, ალბათ ის რომ ერთიანად ყველაფერი არ უნდა მოინდომო. იმიტომ რომ აუცილებლად რაღაც წაგაქცევს ან ნელ-ნელა და სტაბილური ვარჯიშით და ჩემი აზრით, კაი იქნება თუ ვინმე ყავს, ვინც გასწავლის, ან სკოლაში თქვა რამოდენიმე გაკვეთილს აიღებ და ელემენტარულ რაღაც ცოდნას მიიღებ გამოცდილი ადამიანისგან. ხო, რომ ტექნიკა რაღაცნაირად გაიგო საერთოდ როგორ მუშაობს და რა არის რა, იმიტომ კი ბატონო, ხშირად ვიცით ხოლმე მარტო ესე პირდაპირ ჩვენით ევიზა რა მინდა ქართველებს რა მინდა ხო და მე მინახავს ხოლმე ხა ამ სტილში არა, მაგრამ
ჩვენს სტილში მინახავს ბევრი ხანსად და ცუდია, არ არის ეგ სწორი რა. იცი რა, თუ არის საშუალება რომ მიხვიდე და ვიღაცამ ცოდნა გადმოგცეს გასწავლოს და რაღაცა პატარა სკოლაში გაკვეთილი გაიარო, რატომაც არა. გვაქვს უკვე ამის საშუალება ისე რომ შეგიძლია რომ აი რავი მაღალ დონეზე დაეუფლო რა. ყველანაირი ტექნიკის ფლობა ისე შეისისხლ ხორცო. რომ რავი მარტო რომ დაიწყებ ამის სწავლას დაგჭირდება წლები. აგერ ხალხთან მიხვალ და აგიხსნიან რავი რამდენიმე გაკვეთილში მაკველოფერს და დავზოგავ დროს ენერგიას. კი ბატონო. მშვენიერი, მინდა რომ წარმატებები გისურვოთ თქვენ. მადლობა თქვენს ასევე წარმატებები თქვენს გადაცემას თქვენ არხს. ძალიან დიდი მადლობა არ დაგავწდეთ არხის გამოწერა. მე აუცილებლად გესტუმრებით თქვენ და მაგასაც გადავიღებ აუცილებლად რა პირველ რაღაც ისეთ ნაბიჯებს ენდუროზე. და მე ნებისმიერ დროს თქვენს იმ სპორტულ აქტივობებში, რასაც დაგეგმავთ რაღაცა, ამოვალთ, გადავიღებთ. აი ხა მარტო ჩვენთანაც არ ტარდება 6 ივლისს არის თელავში, მერე გვაქვს ამერე არის ახალციხეში, მერე არის ქროს ჯორჯია, მთლიანი საქართველოს გადავა სამდღიანი შეჯიბრი და მერე კიდევ ერთი შეჯიბრი ჰასკიში იქნება. ხო, ჰასკი რაღაცნაირად ჩვენთვისაც ისე ასოცირდება რა სეზონის გახსნა, სულ რაღაც ჰასკიში რო ამოდივართ ხოლმე და იქ რაღაც ეს ატმოსფერო და ვაიბი აგერად ასწორებს და ასე რომ კიდევ ერთხელ ძალიან დიდ მადლობას გიხდით იმისთვის რომ მოხვედით ჩვენთან გამოყავით რაღაც დრო და რა თქმა უნდა ყველაზე დიდი მადლობა იმისთვის რომ ამ სფეროში აი ესეთი ცვლილებები მოახდინეთ და ესე ზრუნავთ იმაზე რომ წინ წავიდეს ეს სფერო და ზოგადად ეს სპორტი და ეს ტექნიკა და ეს მოტოციკლეტები და გაიხარე მადლობა მოწვევისთვის პირიქით კიდევ ერთხელ თქვენ კიდე არ დაგავწდეთ, გამოიწეროთ არხი და ლაიქოთ ვიდეო, დაწეროთ კარგი კომენტარები, კარგი კომენტარები უნდა დაწეროთ და დაგველოდოთ ჩვენს შემდეგ ეპიზოდამდე. ძალიან დიდი მადლობა.